საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა მურმან ლებანიძის ლექსი ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. მურმან ლებანიძე ერთ ლექსში წერს: "რჩები რაინდად, რჩები ქართველად." ის მართლაც ქართული პოეზიის რაინდი იყო. ერთგული დამცველი ქართული სიტყვისა, ქართული სულიერებისა, მას პოეტობა მიაჩნდა მამულის მსახურებად. ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. მასაც შეეძლო გალაქტიონის სტრიქონები გაემეორებინა. წვეთის სისხლის არ არის ჩემში, არა ქართული ძაფი ნერვის არ არის ჩემში, არა პოეტისო. გალაქტიონი იმიტომაც ვახსენეთ, რომ მურმან ლებანიძე მას მიიჩნევდა გამორჩეულ მოძღვრად. ის წერდა, რომ თუ რამ ვიცი პოეზიის საიდუმლოებისა, 4/5 გალაქტიონისგან მისწავლიაო. მას აქვს მთელი ციკლი დაწერილი გალაქტიონზე, 30 ლექსი, რომელიც 90-იან წლებში ცალკე წიგნათაც გამოიცა. საგანგებოდ წავიდა მურმან ლებანიძე წვისში გალაქტიონის მშობლიურ სოფელში, რათა იქ გაეტარებინა დრო და შეეგრძნო ის ყოველივე უფრო ახლოს ყოფილიყო იმ გარემოსთან, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა გალაქტიონ ტაბიძე. შემდეგ 50-იან წლებში ის გალაქტიონთან ერთად იყო ქართული კულტურის დღეებზე მოსკოვში და ძალიან ბედნიერი იყო, რომ 10 დღე გალაქტიონის სიახლოვეს გაატარა და შემდეგ არაჩვეულებრივი მოგონებები დაწერა მასზე. მურმან ლებანიძის პოეზია გამოირჩევა პატრიოტული თემატიკით. ძალიან შთამბეჭდავი არის მისი ის სტრიქონები, რომლებიც სამშობლოს ეძღვნება. ხშირად იხსენებს პოეტი წარსულს, ხშირად წერს დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე, სხვა წინაპრებზე კიდევ და ცდილობს, რომ ეს სიამაყე გააღვიძოს ქართველ ხალხში. ცდილობს, რომ ქართველმა კარგად იცოდეს საკუთარი ისტორია, რათა უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ყოველივე იმას, რაც მემკვიდრეობით მიიღო წინაპრებისაგან. გამოიჩნევა საოცარი ლირიზმითაც მისი პოეზია. გამოირჩევა იმით, რომ სასაუბრო ინტონაციებით გაამდიდრა მან ქართული პოეზია. ძალიან უბრალოა, ძალიან სადაა მისი პოეზია და აი ამ ლექსშიც ეს ყოველივე ძალიან კარგად წარმოჩნდა. ახლა წაგიკითხავთ მე ამ ლექსს, რათა მთლიანობაში შევიგრძნოთ იგი. ეს ლექსი მან უძღვნა ფიქრიას. ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით მეფე, აღმაშენებელი, ყოფილან ოპიზრები, გასაშტერებელი, ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი. ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე, გაჭენებული და გამოჭენებული, რტოებ გაშლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ ზღვას შუა აღმოცენებული. ფიე საქართველოს ყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები. ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გამზადებულ ვართ ახალ ბიზანტიად. მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა, ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი, მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი, ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა, იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა. 4 მეფეს სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია, 4-ვეს საბრალო ლექსები უწერია. რა დროს ლექსიაო მოუკვდა პატრონი, ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი, ამას მოჰყოლია ვაჰ დრონი, ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. მართლაც თითქოს ჩვენ წინაშე აი ამ სტრიქონებით ჩაიქროლეს საუკუნეებმა და თან მოიყოლეს ჩვენთვის ძვირფასი სახელები. აქ არის პოეტის აღტაცებაც იმით, რომ ასეთი დიდებული წარსული ჰქონდა საქართველოს და ამავე დროს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩენილა, რომ აღარ არის ისეთი დიდი საქართველო, როგორც ოდესღაც. პატარა გოგონას შვილიშვილს ეს მიმართავს ასეთი დიდი სიყვარული, ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო
მონატრელო. უნდა გახსოვდეს ყოველთვის, რომ ოდესღაც იყო ძალიან დიდი საქართველო და რა თქმა უნდა, ეს არის მიმართული ყველა პატარას მიმართავს ასე მურმან ლებანიძე, ყველა ყმაწვილს ეფერება და ყველა ყმაწვილს მოუწოდებს იმისკენ, რომ ჩაიხედონ საქართველოს ისტორიაში და გაიხსენონ ეს დიდებული წარსული. გაიხსენონ ვინ იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელსაც სწორედაც რომ აღმაშენებელი უწოდა ერმა, რადგან მან აღაშენა ფერფლისაგან აღადგინა საქართველო, გააშენა უამრავი ციხე-სიმაგრენი, ეკლესიები, გააძლიერა საქართველოს სულიერათაც და ფიზიკურათაც. დავით აღმაშენებელმა შეძლო, რომ მტრისაგან გაეთავისუფლებინა საქართველო, საზღვრები გაეწია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და სწორედ ამ დროს დაიწყო აყვავება საქართველოს კულტურულათაც და დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულ რეფორმებს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საქართველოს გამოჩინებულიყო როგორც მნიშვნელოვანი ერი. მის მიერ მოგებული დიდგორის ბრძოლა მიჩნეულია არა მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად, არამედ მთელი ევროპისათვის ამგვარად არის შეფასებული ის ისტორიკოსების მიერ. შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებელზე. მაგრამ ეს თქვენთვის მომინდვია, თქვენ ჩაიხედავთ ალბათ ისტორიაში და ყოველივეს კარგად გაიხსენებთ, იმიტომ მოიყვანა ასე ვთქვათ მისი სახელი, იმიტომ გაიხსენა მურმან ლებანიძემ, რომ სწორედ ეს უნდოდა, რომ ესე იგი ყმაწვილები დაინტერესებულიყვნენ საქართველოს ისტორიით. აქვე ის ახსენებს ოპიზრებს, თანაც ამბობს, ეს ოპიზრები იყვნენ გასაშტერებელი. ბექა და ბეშკენ ოპიზრები იყვნენ ცნობილი ოქრომჭედლები, ისინი იყვნენ კლარჯეთიდან. ბექა ოპიზარი იყო, ესე იგი, ძალიან ცნობილი ოქრომჭედელი და ოსტატი. მას უკვეთდნენ ცნობილი სასულიერო მოღვაწეები, საერო წარმომადგენლები. მისი სახელი ნამუშევრებზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილას იყო ხოლმე ამოკვეთილი. მაგალითად, ძალიან ცნობილი არის ანჩის ხატის ჩარჩოს მოჭედილობა, რომელიც სწორედ შეუსრულებია ბექა ოპიზარს, ასევე წყაროსთავის სახარების ყდაც მას მოუჭედია და აი ეს ყოველივე რა თქმა უნდა მოწმობს იმას, რომ ისინი შესანიშნავი შეუდარებელი ოქრომჭედლები იყვნენ. ნუ ანჩის ხატის ეს ცნობილი ხატი არის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატია, რომელიც დღეს მუზეუმში არის შენახული, ხოლო თბილისში ეს ცნობილი ანჩის ხატის ეკლესია სწორედ იმიტომაც იწოდება ანჩის ხატის ეკლესიად, რომ თავის დროზე სწორედ ეს ხატი დაასვენეს ამ ეკლესიაში. ამავე დროს რა თქმა უნდა ცნობილი იყო ბეშკენ ოპიზარიც, ჩვენ შემორჩენილი გვაქვს მისი ნამუშევარი ბერთის სახარების მოჭედილობა, ვერცხლის ყდა აქვს გაკეთებული არაჩვეულებრივად და ბეშკენ და ბექა ოპიზრები რა თქმა უნდა იყვნენ სამაგალითონი და ისინი ქართული კულტურის წარმომჩენლი არიან და ქართული ჭედური ხელოვნებისა. ამიტომაც არის წეღანაც თქვით და გავიმეორებთ, რომ ოპიზრები არიან გასაშტერებელი. ისინი ყოველ დროში გააოცებენ ადამიანს თავიანთი ხელოვნებით. შემდეგ პოეტი იხსენებს მოდრეკილს. ეს იყო მიქელ მოდრეკილი, მე-11 საუკუნეების მოღვაწე, რომელმაც შეადგინა ლოცვების კრებული, ერთ წიგნში გააერთიანა არა მხოლოდ ორიგინალურ ქართულ ენაზე შექმნილი ლოცვები, არამედ თარგმნილნიც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლი. იგი ცნობილი ყოფილა როგორც არაჩვეულებრივი კალიგრაფი და გადამწერი. ის გადაწერდა ხოლმე ხელნაწერებსაც და ჩვენამდე შემორჩენილი არის მისი კალიგრაფიის ნიმუშები. ახსენებს აგრეთვე იაკობ ცურტავას, იაკობ ხუცეს, რომლის ნაწარმოები შუშანიკის წამება მიჩნეული არის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უპირველეს ძეგლად და აი ამ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში ძალიან კარგად წარმოჩნდება იაკობ ხუცესის სწორედაც რომ წერილური ოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქმნიდა ჰაგიოგრაფიულ ძეგლს, რაც მას ავალებდა, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია თავისი მონათხრობი, ის არც კი იყო მწერალი, ხომ დღევანდელი გაგებით. ის იყო მხოლოდ აღმწერი შუშანიკის წამებისა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო, იმდენად კარგად ჰქონდა შეგრძნებული, ასე ვთქვათ, თხრობის რიტმი, იმდენად არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა იმ ამბების გადმოცემისა, რომლის
თვითონ იყო, რომ აი დღესაც ჩვენ შეუნელებელი ინტერესითა და ცნობის მოყვარეობით ვკითხულობთ აი ამ ნაწარმოებს და გვხიბლავს ის ხასიათები, რომლებიც არიან დახატულნი ამ ნაწარმოებში, ხასიათი შუშანიკისა, სახე ვარსკენისა და იმ სხვა პერსონაჟებისა, რომლებიც ეპიზოდურად გამოჩნდებიან ნაწარმოებში, მაგრამ თავს გვამახსოვრებენ. აქვე ნახსენებია, რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველი და აი ეს მისი ხსენება მოყვება სწორედ იმათ ხსენებას, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, რომ მათ განაპირობეს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებელმა თავისი მოღვაწეობით განაპირობა ქართული კულტურის შემდგომი აყვავება, რომ შესაძლებელი გახდა, რომ დაბადებულიყო რუსთაველი, რომელმაც ვეფხის ტყაოსანში წარმოაჩინა ყოველივე საუკეთესო, რაც კი ქართულ კაცს გააჩნდა. ის არის შემკრები და გამომვლენი ქართული სულიერებისა. ვეფხის ტყაოსანში ბრწყინავს ქართული სიტყვა თავისი ფორმითა და შინაარსით და რუსთაველზეც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ეს სტრიქონი გვიბიძგებს იქითკენ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავხედოთ ვეფხის ტყაოსანს და გავიხსენოთ მისი ჯადოსნური სტრიქონები. მშვენიერი ერთდროულად და თანაც ბრძნული, რომელიც ეს სტრიქონები ჩვენ გვასწავლიან ცხოვრებას, გვასწავლიან ღირსეულ ცხოვრებას და გვიადვილებენ რთული ცხოვრების გზაზე სიარულს. პოეტი ხშირად იმეორებს აი ამ ლექსში რამდენჯერმე, რომ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ეს იმიტომ იმეორებს, რომ არ დაავიწყდეს მომავალ თაობას, როგორი იყო საქართველო ოდესღაც, რათა ოცნებაში ჰქონდეს ყოველთვის, ოცნებად ჰქონდეს, რომ საქართველო ისევ გაერთიანდეს და ისევ იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ოდესღაც. ნახეთ როგორ წარმოაჩენს იმას, რომ საქართველო იყო ძლიერი და ტერიტორიულად უფრო მეტად ვრცელი, ვიდრე დღეს არის, ყოფილა ნიკოპსით დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული. ეს გაჭენებული და გამოჭენებული უფრო შესაგრძნობს ხდის, ასე ვთქვათ, იმ თვალუწვდენელ სივრცეებს, რომელთა ფლობელიც იყო საქართველო. ახსენებს ორ ზღვაშუა, რომ არის საქართველო. ეს გალაქტიონის სტრიქონებსაც გაგვახსენებს. მშობლიურო ჩემო მიწავ, ამ ლექსში აქვს ასეთი სტრიქონები გალაქტიონს ორ ზღვაშუა, ძველისძველად საომარი იყო ლელოის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. და აქაც მურმალებანიძე ასე წერს, რომ ყოფილა ორ ზღვაშუა აღმოცენებული. პოეტი იხსენებს იმასაც, რომ საქართველო ისეთი ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ მას ჰყავდა ვასლები. ვასლები იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ საქართველოზე, რომლებიც ემორჩილებოდნენ მას. თამარი წარმოჩენილია როგორც ოქროს ვაშლების მკრეფი. თამარი, რომელიც წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ, თამარის დროსაც ყვაოდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო და სწორედ თამარის დროს დაიწერა დიდებული ძეგლი ვეფხის ტყაოსანი. საქართველოში ყველა გორაკზე თითქმის აშენებული არის ეკლესია ან ციხესიმაგრე, რომლებიც თამარის სახელთან არისო დაკავშირებული. ხშირად ამბობენ ხოლმე ისტორიკოსები და ეს მართლაც ასეა. ის კი არა და ყველა გამარჯვებას, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხი თავის გადმოცემებში, ზღაპრებში, ლეგენდებში თამარ მეფეს მიაწერს და თამარი მართლაც გამორჩეული მეფე იყო საქართველოს ისტორიაში. და სწორედ დავით აღმაშენებლის დროს, თამარ მეფის დროს სწავლა-განათლება ყვაოდა საქართველოში, იყო გელათისა და იყალთოს აკადემიები. ამ აკადემიებში ცნობილი ფილოსოფოსები, ცნობილი ღვთისმეტყველნი მოღვაწეობდნენ, მაგალითად, როგორებიც იყვნენ იოანე პეტრიცი, არსენ იყალთოველი და სხვები. ამ აკადემიებში იწერებოდა როგორც ორიგინალური დაშრომები, ასევე ითარგმნებოდა და აქ იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკები. სამწუხაროდ ეს იყო ყოველივე წარსულში და პოეტი ხატავს იმას, რომ დრომ ყველაფერი წაშალა, ყველაფერი დაანგრია ეს იყალთოსა და გელათის აკადემიებით და თითქოს ეს ტურფა საქართველოს სადღაც გაქრა, სიზმარივით გაქრა. ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ. აი ასეთი მეტაფორი წარმოაჩინა ძველი დიდების გაქრობა პოეტმა. რა თქმა უნდა, პოეტმა კარგად იცოდა, რომ აი ამ თამარის დრო წავიდა, ასე ვთქვათ, როგორც ტკბილის სიზმარი, შემდეგ დადგა მე-13 საუკუნე, ძალიან ძნელი ხანა საქართველოსთვის, როდესაც მონღოლები შემოიჭნენ საქართველოში, გაანადგურეს, იავარყვეს ქვეყანა. მონღოლების დროს იყო სწორედ ის, რომ როდესაც ჯალალედინმა თბილისი დაიპყრო, მან მეტეხის
მეტეხთან, ესე იგი მტკვარზე გადებულ ხიდზე დააწყო, დააყრევინა უпростоრად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და აიძულებდა ქართველ ხალხს რომ ამ ხატებზე გაევლო და ვინც არ გაევლიდა მათ თავებს კვეთდნენ და მტკვარში ყრიდნენ და 100,000 ადამიანი აი ესე შეეწირა სარწმუნოებას და მამულის ღირსებას და ქართულმა ეკლესიამ როგორც ვიცით დააარსა 100,000 მოწამის ხსენების დღე და ჩვენ მოიხსენიებთ მათ თავდადებას რა თქმა უნდა ყოველთვის და ამ მე-13 საუკუნესთან საერთოდ მონღოლების შემოსევასთან დაკავშირებული არის ბევრი სისხლიანი ფურცელი საქართველოს ისტორიისა. სწორედ მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლის გამო ეწამა დემეტრე თავდადებული, როგორც ვიცით, ის დაიბარა ყაენმა და მას უბრძანა მორჩილება. თუ არ ეახლებოდა ის მაშინ მთელ საქართველოს ააოხრებდა და როგორც ვიცით, ასეთი არჩევანი გააკეთა დემეტრე თავდადებულმა თავისი ხალხის სასარგებლოდ. ის წავიდა ყაენსიახლა და იქ ეწამა და მისი ხსენების დღეს არის რა თქმა უნდა დაწესებული საქართველოს ეკლესიის მეფერ საქართველოს ეკლესიაში. აქვე პოეტი ახსენებს 4 მეფეს, რომლებმაც დაწერეს ცრემლიანი ლექსები. ვინ იგულისხმა ამ 4 მეფეში? მურმან ლებანიძემ. ალბათ თეიმურაზ პირველი, ცნობილი პოეტი, თეიმურაზ მეორე, ასევე პოეტი, რომელიც წერდა ძალიან სევდიან ლექსებს, არჩილი, რომელმაც დაწერა გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა, აგრეთვე მან დაწერა საქართველოს ზნეობანი და ვახტანგ მე-6, წიგნობარი მეფე, ცნობილი თავისი ლექსებით და ცნობილი თავისი პოეზიით. სამწუხაროდ, აი ეს მეფენი თავიანთ პოეზიაში გამოხატავდნენ აი ამ დიდ ტკივილებს, ქვეყნის დიდ ტკივილებს და მათ ისინი ვერ ახერხებდნენ, რომ საქართველოს მოეპოვებინათ ის ძველი დიდება, რომელიც მას ჰქონდა. აი ესე მოვიდა საქართველო ამ ტანჯვითა და წამებით და დაგვით მე-19 საუკუნემდე. უпростоრად აქ სანამ მე-19 საუკუნეს ვახსენებთ, უნდა გავიხსენოთ ერეკლე მეფეც. ერეკლე, რომელიც თავგანწირული იყო თავისი ხალხისთვის, რომლის სიცოცხლესთან ერთად დაამთავრდა თავისუფალი საქართველოს ისტორია, როგორც გრიგოლ ორბელიანი წერს თავის პოემაში სადღეგრძელოში, დიდება ივერიისა, მასთან მარხია სამარეს. ერეკლემ ძალიან ბევრი იბრძოლა. 75 წლის იყო ის, როდესაც კრწანისის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ მისმა ხმლის ქნევამ შედეგი ვერ გამოიღო და ასე დაამთავრდა დიდებული საქართველოს ისტორია. საქართველო გადაიქცა რუსეთის იმპერიის ერთ საწყალ და უბადრუგ გუბერნიად და მთელი მე-19 საუკუნე, რა თქმა უნდა, სავსეა ტირილითა და გლოვით. ქართველი პოეტები სამწუხაროდ ზოგიერთნი იყვნენ პოეტებიც და იმავე დროს რუსეთის არმიის გენერლები, მაგალითად ასეთი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, რომლებიც თავიანთი ხმლით ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიის საზღვრების გაფართოებას, მაგრამ თანვე ცრემლით სავსე იყო მათი პოეზია, ისინი პოეზიაში გამოხატავდნენ თავისუფლების წყურვილს და ოცნებას საქართველოს დამოუკიდებლობაზე. და აქ სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობილი ლექსიდან ვაჰ დრონი დრონი მოყვანილი აქვს მურმან ლებანიძეს სტრიქონები ვაჰ დრონი დრონი, რომელიც ასე გრძელდება იმ ლექსში ვაჰ დრონი დრონი ნაგებნი მტკვარად წარილწვნენ გაქრნენ სიზმრებრივ ჩქარად. აი ასეთი გრძნობით არის გამსჭვალული მთელი ეს ლექსი და ამიტომაც გაახსენდა პოეტს ალექსანდრე ჭავჭავაძე. და ლექსის ბოლო სტრიქონებშიც იმეორებს კიდევ მურმან ლებანიძე იმავე სტრიქონებით ასრულებს, რითიც დაიწყო ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ლექსში თითქოს არის დაღმავალი ინტონაცია, ესე იგი ჯერ დიდებული წარსული არის გახსენებული და შემდეგ იავარქმნილი საქართველოს სურათებია დახატული, მკითხველს მაინც არ ეუფლება პესიმიზმის განცდა, ესე იგი პირიქით ის იმსჭვალება საოცარი სიამაყით, რაღაც ღირსების გზნობა იღვიძებს ქართლში და პოეტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ყმაწვილებს ქონოდათ მუდმივად ეს ღირსეულობის განცდა, რომ ისინი იყვნენ და არიან ესე იგი დიდებული საქართველოს შვილები და მათი მოვალეობა ის არის რომ კარგად ისწავლონ, რათა ეს სწავლა განათლება მოახმარონ საქართველოს გაბრწყინებას, საქართველოს აყვავებას
მურმან-ლებანიძე ამ ლექსითაც და სხვა ლექსებითაც მუდმივად შეაგხსენებს ქართველ მკითხველს მოვალეობას სამშობლოს წინაშე. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ლექსზე დაწერილი არის სიმღერა, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს გოგი დოლიძე. მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ მურმან-ლებანიძის სხვა ლექსები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა უფლის ციხესთან, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: უფლის ციხესთან, სისხლისფერი, ყაყაჩოს წვეთი, განა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია. და მისი ლექსები სწორედ ამას ჩაუნერგავენ პატარებს, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი საუნჯე ქართველისათვის. გმადლობთ ყურადღებისათვის.